დღევანდელი დღე განსაკუთრებით დიდი დოზით, რა თქმა უნდა, გულისხმობ დილის მონეტიზაციას, ეთმობა ცირკულარულ ეკონომიკასა და მწვანე ენერგიაზე ტრანზაქციას, ზოგადად მწვანე ეკონომიკას, ძალიან განსაკუთრებული გადაცემა გვაქვს ამ კუთხით, იმიტომ რომ შევეხებით სექტორს, მრავალ მილიარდიან სექტორს, რომელიც მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია და განვითარებული ეკონომიკები ამ მეთოდს ეყრდნობიან. ჩვენთან შედარებით პატარა ბაზარია, რა თქმა უნდა, სულ ახალი მოპოვებული გვაქვს 35 წელია დამოუკიდებლობა და ვცდილობთ რომ შევედაროთ ისეთ გრანდიოზულ ქვეყნებს, რომელთაც ათეულობით წლები ამ ყველაფრის გამოცდილება აქვს, მაგრამ მაინც მეც ვითხოვთ საკუთარი თავისგან და მასპინძლობთ კომპანიას, რომელიც კომპანიაც ინოვაციურია თავის მხრივ ჩვენ ბაზარზე და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ მწვანე ტრანზაქციისთვის. მივესალმები ბატონ მურმან პატარაიას, ბიოდიზელ ჯორჯიას დამფუძნებელს, ბატონო მურმან, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პრინციპში როგორც დარგის მკვლევარი და ცდილობ წერო მწვანე ტრანზაქციაზე როგორც დარგის მკვლევარმა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ დარგის განვითარებისთვის, ვინაიდან მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მივდივართ მაინც წინ. ორი სიტყვით, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ მცირე შესავალი ბიოდიზელის მნიშვნელობაზე, ეს არის უდიდესი ისტორიის მქონე და ძალიან მრავალ მილიარდი, როგორც ვახსენე, სექტორი 90-იანი წლებიდან უკვე რომელიც ვითარდება. კი ბატონო, გითხარით ორი სიტყვით, სად ვართ ჩვენ საქართველოში და რა ხდება მსოფლიოში ამ მიმართულებით. გიგა, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა რომ ესე ინტენსიურად ავითარებთ ამ თემას უკვე მე რამდენი წელია. მათ შორის ნარჩენების მართვის მიმართულებით, ცირკულარული ეკონომიკის კუთხით, საუბრობ სხვადასხვა პროექტებზე და ეს თავისთავად ცხადია ცნობიერების ამაღლება ძალიან უწყობს ხელს. ზოგადად ისტორიისთვის რო გითხრათ 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო ბიოდიზელის ბუმი მთელ მსოფლიოში, დაიწყო გერმანიასა და საფრანგეთში. ჯერ საუნივერსიტეტო დონეზე გამოიცადა და წარმატებული ტესტირების შემდგომ უკვე გერმანიამ, საფრანგეთმა, მაშინ მოწინავე ქვეყნებმა ევროპაში, როგორც ეს ახლა არის, დაიწყეს ამ პროექტის განვითარება როგორც ინდუსტრიული თვალსაზრისით და ინდუსტრიულ დონეზე. ამის შემდგომ უკვე პოლიტიკები, რომლებიც მათმა მთავრობებმა თავის დროზე შეიმუშავა თავისი მხარდაჭერი მექანიზმების კუთხით, საშეხავათო პოლიტიკების თვალსაზრისით, მაგალითად გერმანიამ საერთოდ გაათავისუფლა გადასახადებისაგან დროებით და ამან, არ ვიცი, როგორი ეფექტი მისცა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ბუმი დაიწყო წარმოების კუთხით, მრავალმილიარდიანი ინვესტიციები გაკეთა ამ მიმართულებით და შემდგომ ეს გადაედო მთელს ევროკავშირს. რა თქმა უნდა, იქ აქტიურად იმუშავეს რეგულაციების ნაწილზე, აქტიურად იმუშავეს პრომოციის ნაწილზე. ეს ნარჩენიც, რომლისგანაც ძირითად ნაწილში კეთდება მეორეული მცენარეულ საკვებ ზეთებზე მაქვს საუბარი, მისი ტექნიკური მიზნებისთვის გამოყენება დაიწყო, რაც ასევე სერიოზული გამოწვევა იყო იმდროინდელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კვლავ-კვების ჯაჭვში მისი ჩაშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ კანცეროგენია და ის აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, არ შეიძლება მისი ნიადაგში მოხვედრა, არ შეიძლება მისი საკანალიზაციო და წყალარინების სისტემებში, იმიტომ რომ საერთოდ მთელ სისტემას ბიდნავს, ასე ვთქვა და ეს უკვე საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. დღეს უკვე როგორც აღნიშნეთ 14 მილიონი ტონა 2024 წლის მონაცემებს გეტყვით და ფორუმზეც ზუსტად ამ სტატისტიკას გავდიოდით ენერგეტიკის ფორუმზე 14 მილიონი ტონა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში იწარმოა. წარმოვიდგინეთ, რამხელა ციფრზეა საუბარი, მაგალითად 10 მილიონი ტონა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შედარებით ნაკლები, მაგრამ მილიონი ბრაზილიაში და არგენტინაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრებზეა საუბარი და ეტაპობრივად სატრანსპორტო სექტორი ევროპაში თითქმის სრულად უკვე ბიოდიზელის გამოყენებაზე არის გადასული. მათ შორის ნავიგაციაზე არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ თითქმის მაგალითად მსხვილი სანაოსნო კომპანიები, ეგრეთ წოდებული shipping line-ები ბიოდიზელის ტესტირების რეჟიმს უკვე გაცნენ და უკვე აქტიურად იყენებენ გიგა, მაგრამ ასე ვთქვათ, საჰაერო ხომალდებიც ძალიან მალე უკვე იტესტებიან და ბიოდიზელის გამოყენებას დაიწყებენ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილოთ ამ გარემოს დაცვით ეფექტზე, იმიტომ რომ ვიცით, რომ ბიოდიზელი თავისი ხასიათით ტრადიციულ დიზელის აგრესიულ ხასიათს ასუსტებს, კი ბატონო, რაც ზრდის მარგიქმედების კოეფიციენტს და საწვავის მოხმარების ნაწილშიც გარემოზე ზემოქმედებას, ცუდ ზემოქმედებას ამცირებს. ამას დამატებით რა არის ის ბენეფიტი, რასაც იღებს, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენი პლანეტა და ჩვენი ქვეყანა გარემოს დაცვის ნაწილში. მადლობა შეკითხვისთვის. ორი მნიშვნელოვანი ასპექტია, ეს არის ეკონომიკური და ეს არის ეკოლოგიური. რატომ უნდა გადავწყვიტოთ ბიოდიზელი?
და ნუ რა თქმა უნდა ის რომ ძრავს ძალიან უხდება, მოდი ესე ვიტყვი, ზოგადად დიზელი ძალიან ხისტია თავისი ბუნებით, გიგა. და დროთა განმავლობაში ის ძრავს აზიანებს. Ну, ცხადია, როცა საპოხი მექანიზმი, საპოხი ნედლეულისგან არის შექმნილი რაღაც კონკრეტული ტიპის საწვავი, მისი ეფექტი უფრო დამარბილებელია ამ შემთხვევაში და ძალიან კარგი სინთეზი გამოდის ამ კუთხით ბიოდიზელისა და ჩვეულებრივი ნავთობდიზელის. ალბათ გაგონილი გექნება, რომ დიზელის ძრავიანი მანქანები, ვისაც ყავს, ხშირად იყენებდნენ რაღაც ეგრეთ წოდებულ დანამატებს, რო ეძახიან და ამ დანამატებს ზუსტად სწორედ ეს ეფექტი აქვს, რომ ძრავი დაიცვას დაზიანებისაგან და ბიოდიზელი სწორედ ამის როლს ასრულებს, ამის ფუნქციას ასრულებს. თან ძალიან კარგი გამხსნელია და ხელს უწყობს, ასე თქვა, ძრავში სრულ ინტეგრირებას, ასე თქვა, შეიძლება საწვავის. ეს რაც შეეხება ავტომობილებისთვის, თუმცა არიან ავტომობილები, სადაც პირდაპირ წერია, რომ ბიოდიზელის გამოყენება არ შეიძლება, ძალიან იშვიათად, მაგრამ ესეთი ავტომობილებიც სერიები ესეთი არის. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, ეკონომიკური ეფექტი პირველ რიგში ეს არის ის, რომ დასაქმებელი და სამუშაო ადგილები. 100-მდე ადამიანის დამსაქმებელია დღეს ბიოდიზელი ჯორჯია. 100-მდე ისეთი სამუშაო ადგილი, რომელიც არც კი არსებობდა ქვეყანაში 2017 წლამდე. ცხადია, მისი მასშტაბი რო გაიზრდება და უფრო პროექტი, ასე ვთქვათ, გაფართოვდება, რაზეც ახლა ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ, ეს რიცხვი 200-დან 250-მდე გაიზრდება. ძალიან კარგად იცი, რომ ერთი ადამიანის დასაქმებაც რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში. ერთი ადამიანის უკან შეიძლება 4-5 სულიანი ოჯახი. რა თქმა უნდა და აქ არ არის მარტო საუბარი, აქ არის პროფესიულ მუშახელზე საუბარი. ხშირად მეკითხებიან, რომ აი მთელი ამ რაღაცა 9 წლის მონაპოვარი რა არის და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე ის, რომ წარმოება დაიწყო, ინვესტიცია განხორციელდა, ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული ნედლეული შეგროვების სისტემა გვაქვს საქართველოში ჰორეკა ბიზნესიდან. რო შეადარო მაგალითად სომხეთს, შეადარო აზერბაიჯანს, შეადარო კასპიის ზღვის ქვეყნებს, მუშაობ ჩვენ ამ ქვეყნებში და ძალიან კარგად ვიცით როგორი მოცემულობა მაქვს თვალსაზრისით. საკანონმდებლო კუთხითაც, ну ბოლომდე არ არის დასრულებული, მაგრამ თითქმის ფინიში გაყავს და სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, მაგალითად, სრულ გაციფრულებას ვაკეთებთ ახლა ამ სისტემის თავიდან ბოლომდე და ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ კუთხით და ეს არის სამაგალითო რეგიონში. ამიტომ ამასაც თავისი რა თქმა უნდა ეკონომიკური ფაქტორი აქვს. ნარჩენი, რომელიც ბჭყალებში ნაგავი არ არის და ამას იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე, დღეს თავიდან ბოლომდე არაფორმალურ ბაზარზე დღეს თავიდან ბოლომდე შეიძლება ითქვას რომ ის მონეტიზაცია მოხდა და ლეგალურ ჩარჩოებში გადმოვიდა. 2 მილიონი ლიტრი ნედლეული თუ გროვდება პირობითად ვამბობ ქვეყანაში, სწორედ ამ 2 მილიონი ლიტრის ასე ვთქვათ მონეტიზაცია ლეგალურ ფორმაში განხორციელდა, რაც არის დამატებითი თანხები ბიუჯეტში გენერირების თვალსაზრისით, ისედაც წარმოების ზრდა თავისთავად ცხადია უზრუნველყოფს იმას, რომ ბიუჯეტში დამატებითი თანხები გენერირდება და ინვესტიცია ხორციელდება სექტორში, უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელების საშუალება იდება, იმპორტ-ექსპორტის უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირება ხდება, რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესია. მოგეხსენებათ ჩვენი უარყოფითი სალდო რაოდენ დიდია და რა თქმა უნდა და როდესაც ექსპორტზე მუშაობ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა ეს ჩვენ ვამბობთ ხშირად რომ ეხლა მოკრძალებული წული შეგვაქვს, მაგრამ ეს წული მე ვფიქრობ ძალზედ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ეტაპობრივად იზრდება და ჩვენი ასე ვთქვათ გენერალური მიზნის განხორციელების შემთხვევაში, რაც სადაც საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მოხდეს რეგიონალურ ჭრილში green hub-ის ჩამოყალიბება და საწარმო ნაწილის რეგიონალურ დონეზე მასშტაბირების ზრდა, რა თქმა უნდა, იქ უკვე 10-მაგა და 20-მაგა დადებითი ეფექტი ექნება ამ მიმართულებით და ეკოლოგიურ ეფექტსაც ვიტყვი, გოგირდი ნული, მძიმე მეტალები საერთოდ არ შეიცავს და შესაბამისად გაფრქვევა არ ხდება წვისას ამ ნაწილში, რაც დამატებითი შეიძლება ითქვას, რომ ბენეფიტებია და სწორედ აქედან წამოვიდა მისი სახელი, როგორც ბიოსაწვავი, როგორც ეკომეგობრული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ბატონო მურმან, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეთ დასაწყისში, საუბრის დასაწყისში და მინდა რომ მაგაზე ჩაგეძიოთ, იმიტომ რომ ახსენეთ თქვენ გერმანია და გერმანიის მთავრობის მხრიდან თავის დროზე საგადასახადო შეღავათებს და დროებით გათავისუფლებას. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით, რამდენად დღეს უწყობს და ან უნდა უწყობდეს, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა ყოველთვის სარეკომენდაციო ხასიათს აკავებს და შესაბამის ორგანოებს ვეუბნებით, რომ უკეთესია
აქ საკითხსაც მოჩერჩევებს გავცემთ. სად არის დღეს სახელმწიფო და სად უნდა იყოს იმისათვის, რომ ზუსტად იმ შედეგზე გავიდეთ. დღეს ძალიან მცირე რაოდენობით ხდება რეციკლირება მთელი პროდუქციის და სამეცნიერო დასკვნები არსებობს. მაგასთან დაკავშირებით, რომ სკოპუსის ბაზებშია გამოქვეყნებული ნაშრომები, რომ 95-14% ნარჩენი ნაგვის უკან ჩაბრუნება შეგვიძლია და ამის მეორედ გამოყენება. აი ზუსტად აი ამ შედეგისკენ რო ვიაროთ, ახლა ჩვენთან მინიმალურად ხდება, სად ხედავთ სახელმწიფოს როლს? მე ხშირად ვამბობ, რომ კროს-სექტორულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. და როგორც რა თქმა უნდა ბიზნესი თავის ნაბიჯებს დგამს, სახელმწიფოს მხრიდანაც ანალოგიური შემხვედრი ნაბიჯები ძალზედ მნიშვნელოვანია და პირდაპირ გეტყვი, რომ ჩვენ ამას ყოველთვის ხედავდით და ყოველთვის ხედავთ. დაწყებული 2017 წლიდან დღემდე ეს შემხვედრი ნაბიჯები იყო და მუდმივად არის. ძალიან ბევრი რამე გაკეთდა ამ მიმართულებით. მაგალითად, პირველ რიგში რომ ნედლეულის გარეშე ხო წარმოება წარმოუდგენელია. როგორც კი ჩვენ დავიწყეთ ოპერირება და შეტყობინება გავუკეთოთ მაგალითად გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჰორეკა ბიზნეს, ასე ვთქვათ, მარეგულირებელი ორგანოს ურსაცი ეროვნული სააგენტოა. DCRTA-ში სხვათა შორის ეს პროცესი გაწერილი იყო, ყისიერად მიიღო გადაწყვეტილება გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომ სურსათის წარმოებლებისთვის, ჰორეკა ბიზნესისთვის, სტუმარმასპინძლობის ბიზნესისთვის ჯერ სარეკომენდაციო ხასიათი და შემდგომ აეკრძალა იმ არა უფლების მქონე ბიზნეს ოპერატორებისთვის თუ ფიზიკური პირებისთვის, საერთოდ გამორიცხულია გადაცემა ამ ნარჩენის, ვისაც არ აქვს შესაბამისი ნებართვა, ვისაც არ აქვს შესაბამისი გარემოს დაწყვეტი გადაწყვეტილება. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. გამოწვევებზე რომ მითხრა რა არის დღევანდელი გამოწვევები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის მცირე ბაზრის პრობლემა. ეს მარტო ჩვენ ბიზნესს არ ახასიათებს, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ბიზნესს აქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ მაგალითად ეს ბიზნესები, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ ცირკულარული ეკონომიკის თვალსაზრისით, ძალიან მასშტაბზე ახლოს არის მიმული მჭიდროდ და ხშირად მაგალითად რაღაც პროექტებს რო განვიხილავთ რეგიონალურ ჭრილში. იმიტომ მოგვიწია ის, რომ მაგალითად შეგროვება დავიწყეთ ამ ნედლეულის სომხეთში, მუშაობთ აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ყაზახეთში და აი მაგალითად რო დაუბრუნდეთ თქვენ შეკითხვა, სწორედ ყისიერად მიიღო გადაწყვეტილება გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომ აეკრძალა და შესაბამისი 605 დადგენილება შევიდა ძალაში. როგორც კი ბიზნეს ოპერატორი გაჩნდა, ამას ჰქონდა ძალიან მაგარი ეფექტი იმ თვალსაზრისით, რომ ნედლეულის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა გვაქვს მაგალითად სხვა გამოწვევა ამ ნაწილში, რომ დღეს ძალიან ხშირად გვხვდება პროცესში, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობენ ნედლეულზე ხელმისაწვდომობა მიიღონ და ეს იმ ბიზნეს სუბიექტებს, მაგალითად როგორიც ჩვენ ვართ და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები გვაქვს განხორციელებული 2017-დან. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვან დარტყმას გაყენებს და ზიანს გაყენებს ფინანსური თვალსაზრისით. აქ უკვე მუშაობთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, რომ ეს რეგულაციები, ბაზარი მთლიანად რეგულირებადი გახდეს. არარსებული ყამირიდან, არარსებული რეგულაციებიდან, არარსებული ფორმირებული გარემოდან რომ რაღაცას იწყებ და ეს ასე ვთქვათ ამას ეტაპობრივად დავითარებ, ცხადია სიძნელეებს შეხვდები და ეს ძალიან კარგად გქონდა ჩვენ გააზრებული მთელი ამ წლის რა რისკში შევდიოდით. ეხლა ისედაც საქართველოს მაღალი რისკის ქვეყანაა მოგეხსენება, მაგრამ ეს სექტორი ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე ბიზნესი ორზე უნდა გადაამრავლო რისკის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ვამბობ, გააზრებული ქონდა, მაგრამ პროცესი წავიდა იმაზე უფრო ჩქარი ტემპით, ვიდრე შეიძლება წასულიყო. გვაქვს შემხვედრი ნაბიჯები, მუშაობთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად, მაგალითად გამოწვევების ნაწილში, რაც ახლა მნიშვნელოვანია, ეს რაც არის ერთი ნედლეულის ხელმისაწვდომობის თემა ვახსენე და მეორე რომ ბლენდირების თემაც მე ვფიქრობ, რომ გამოწვევა არის. ანუ ჩვენ თუ არ დავიწყეთ სავალდებულო დონეზე ეტაპობრივი გადასვლა ბიოდიზელის ჩვეულებრივ ნავთობდიზელთან ბლენდირებით, რა თქმა უნდა, პროექტი მასშტაბირებას ვერ შეიძენს. ჩვენ ახლა ექსპორტით ვარ დაკავებული გასაგებია, მაგრამ რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბაზარი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ ცხოვრობ ჩვენი ოჯახები, აქ ცხოვრობს აქაური ურბანული გარემოს სისუფთავე ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს. ამიტომ ორი უწყება, ვისთანაც ჩვენ მაქსიმალურად ჭიდროდ მუშაობთ, იქნება ეკონომიკის სამინისტრო თუ გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აბსოლუტურად ლოგიკურად აღიქვამს ყველა იმ საკითხს, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ ყოველდღიურ რეჟიმში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და პროცესი მიდის ეტაპობრივად. კი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მეტად ჩქარი ნაბიჯების
გაკეთება ყოველთვის სასურველია და გადადგმა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვიტყვი, რომ პროცესი საბოლოო ჯამში დადებითია და მიდის იქითკენ, რომ საბოლოოდ დავაფორმირებთ სრულ სურათს მასშტაბირების კუთხით პროექტის. თქვენი აზრით, ამ საგადასახადო შეღავათებსაც უნდა შევეხოთ. თქვენი აზრით, ახლა ბიოდიზელი რთული გზა გამოიარეთ, გადევნებთ თვალს დარგში მოღვაწე ადამიანები, ხედავთ როგორ განვითარდით და თქვენ ხართ უკვე შემდგარი ჩამოყალიბებული ბიზნესი, მაგრამ ყავს ალბათ უამრავი სტარტაპი და უამრავი იდეა და რას ფიქრობთ, მათი განხორციელების ერთ-ერთი გზა და მათი მოტივირება უნდა იყოს თუ არა იგივენაირი საგადასახადო შეღავათები, რაც თავის დროზე გერმანიამ გაკეთა და ფაქტია ეს მეთოდი აპრობირებულია. რითი უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ ამითან სხვა მხარდაჭერის მექანიზმი, მადლობა შეკითხვისთვის, მხარდაჭერის მექანიზმები ყოველთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, ხომ? სახელმწიფომ უნდა შეგიქმნას ველი, სივრცე, რეგულაციების ნაწილი იმისთვის, რომ ბიზნეს მისცეს ბიძგი მიიღოს გადაწყვეტილება რომ გააკეთოს ინვესტიცია. თან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ეს არ არის დეველოპერული სექტორი, სადაც ძალიან დიდი ცოდნაა, გამოცდილება, მარჟიანობა ცნობილია და ეს შედარებით დაბალმარჟიანი ბიზნესია და სწორედ აქ მასშტაბის ეკონომიკა მუშაობს. დაბალმარჟიანი, სადაც ინვესტიციას რო განახორციელებ, ეგრეთ წოდებული payback-ი ძალიან გრძელვადიანი აქვს და ყოველთვის ერიდებიან, ასე ვთქვათ, არა მარტო საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში ბიზნესები, რომ აქ ინვესტიცია განახორციელონ და რატოა ხშირად ვამბობ, რომ მაგალითად ბიოგაზის ინდუსტრიული წარმოება ქვეყანაში არ დაიწყო. 30-35 წელია. შესაბამისად არ იმართება ორგანული ნარჩენები და ის მიმოიბნევა, ასე ვთქვათ, როგორც მიმოიბნევა, არ იმართება ნაკელფონდი, ძალიან მნიშვნელოვანი ნედლეულია. ძალიან მნიშვნელოვანი წყარო იკარგება ენერგიის ახალი მიმართულებების სახით და რა ვიცი, ბიოგაზზე, პირდაპირ გეტყვი, ბიოგაზის წარმოებაზე მთელს ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში ნადირობა მიდის პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნედლეულზე ვამბობ, მაგალითად სტოკჰოლმი თლიანად თავიდან ბოლომდე ბიოგაზით მარაგდება, თქვენ წარმოიდგინეთ და ნარჩენებს აიმპორტებს მეზობელი ქვეყნებიდან, რაც შეიძლება მეტი აწარმოოს და მიაწოდოს ის თავის მოსახლეობას, ასე ვთქვათ, ეკოლოგიურად სუფთა. ამიტომ მხარდაჭერის მექანიზმი, დიახ, გადასახადების ნაწილი, მაგალითად აწარმოეს საქართველოში მეტი შესაძლებლობების გაჩენა, რომ მეტი ბიძგი მისცეს სექტორს, შეღავათიანი სესხები, კრედიტების სისტემა, დაკრედიტების სისტემა, განათლება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ნაწილში. ჩვენ თუ აქაც განათლების ნაწილში, პროფესიული განათლების ნაწილში ინვესტიცია არ განვახორციელეთ, ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ეს არის მაღალტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, ბიზნესები, რომელსაც ჭირდება ცოდნა, რომელსაც ჭირდება გამოცდილება და რა თქმა უნდა, ცოდნის და გამოცდილების გარეშე წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის პროექტი. ევროპა მაგალითად ბიოდიზელის საერთოდ ახალ მიმართულებაზეა გადასული, ეგრეთ წოდებული HVO-ს ეძახიან, რომელიც აი ყველაზე მაღალი ხარი. ბიოდიზელის წარმოება 90-იან წლებიდან დღემდე 3-4 ფორმაცია განიცადა. თუ 90-იან წლებში სხვა საწარმოო დანადგარები მუშაობდნენ, დღეს აბსოლუტურად სხვა ხარისხზეა საუბარი და როცა საავიაციო საწოლზე ეგრეთ წოდებულ ჯეტზე მიდის ხო საუბარი, აბსოლუტურად სხვა ხარისხზეა, სხვა დონეზეა. ამიტომ ამასაც რო ფეხი აუწყო, ეს არის ურთულესი პროცესი და ამას ჭირდება მხარდაჭერა. მხოლოდ ბიზნესი ამას ვერ განავითარებს. მე ჩემის ასე ვთქვათ, კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გავაკეთეთ გადავდგით ნაბიჯები, შეგხვდა შემხედრი ნაბიჯები და ხდება ყოველდღიურად, თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის კარგია მეტი გაკეთდეს ამ მიმართულებით. ჩვენ მარტო ბიოდიზელის წარმოების კუთხიდან ნედლეულის ამ მიმართულებით არ მუშაობთ, გიგა მინერალური ზეთები, რასაც MGV-ები აგროვებენ, კომპანია Alter Waste-ში მოდის და Alter Waste-ი მას აექსპორტებს, აქაც არ აქვს სამწუხაროდ გადამამუშავებელი, იმიტომ რომ ესეც მრავალმილიონიანი ბიზნესია. ძალიან აქტიურად მუშაობთ, მაგალითად ცხოველური ცხიმების საკითხს, ბოლო პროექტი ხა, რასაც დღე-დღეზე ჩაუშვებთ, ეს არის სასაკლაოებიდან ცხოველური ცხიმების მიღება, მისი დამუშავება და შემდგომ ევროპაში ექსპორტი. წარმოიდგინეთ ესეც სანაგვე კი დაიწყებს პირობას უნდა ჩამოგართვათ, რომ ჩვენ გადაცემაში აუცილებლად პირადად გეწევით, იმიტომ რომ ეს ალბათ უახლოეს 10 დღეში მოხდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოვაწყოთ, ინვესტიცია განვახორციელეთ და წარმოიდგინეთ სანაგვე ურნებიდან ამოვიღეთ ეს ცხოველური ცხიმი, რომელიც უბრალოდ ესე იყრებოდა და მის მონეტიზაციასაც ვახდენთ ამ მიმართულებით. იგივე მაგალითად ბიოგაზის მიმართულება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, ორგანული ნარჩენი დღეს აი ესე ნაგავსაყრელზე იყრება და
წარმოიდგინეთ მისი მონეტიზაციაც რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ ამ პროექტებზეა საუბარი და ამას ჭირდება კროს-სექტორული თანამშრომლობა, რომელიც არის პირდაპირ შემიძლია თქვა, ვისურვებდი უფრო მეტად განვითარებას ამ მიმართულებით, მაგრამ პოზიტიურია პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და შემხვედრი ნაბიჯები, რომელიც ყოველთვის იმისკენა ორიენტირებული, რაც შეიძლება მალე წავიდეს წინ სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მურმანას, ჩამოგართვით უკვე პირობა და კიდევ უნდა გავუსახასი, რომ ჩვენთან გააჯღერებთ ამ პირადად გესტუმრებით. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეს აკეთებთ როგორც ქვეყნისთვის, ისევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, რომლის ზეგარი დაჯილდოება სხვათა შორის გლობალ კომპაქტის. იმედია ჩვენი გადაცემაც მონაწილეობს სხვათა შორის როგორც მწვანე ბიზნესისა და გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი. მე-13 მიზანზე გვაქვს შეტანილი, იმედია დადებითი როლი იქნება. გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა.